სამკაული და ისტორია თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამოფენა იხსნება ბრინჯაოს ხანის და ელინისტური ეპოქის ორიგინალური ექსპონატებთან ერთად დამთვალიერებელი თანამედროვე კოსტიუმებს, ფოტონამუშევრებს და ისტორიალის კოლექციის ნიმუშებსაც იხილავს. ხვალვე არქეოლოგიის თემაზე შექმნილი ფილმების ჩვენებაც გაიმართება. ლიზა ცისიშვილი კი ამბობს. უძველესი და თანამედროვე ხელოვნების მულტიმედიური სინთეზი. ორ საგამოფენო დარბაზში ერთმანეთს თანამედროვე და უძველესი ექსპონატები ცვლიან. სამარხები და საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი უძველესი თიხის ჭურჭელის საცავებიდან, სამკაულებთან, საყოფაცხოვრებო ნივთებთან და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებთან ერთად გამოიფინა. უძველესი ისტორია თანამედროვე დიზაინში. გამოფენა ამ სათაურით სხვადასხვა ეპოქას ერთ მთლიანობად აქცევს. ჩვენ გვინდოდა მაყურებლისთვის წარმოგვედგინა ერთგვარი ხიდი და კავშირი უძველესსა და თანამედროვეობას შორის. ანუ ეს არის რაღაც თავისებური გასეირნება, თუ როგორ შეიძლება გაცოცხლდეს წარსული, როგორ შეიძლება ის თანამედროვეობაში იყოს გამოყენებული და როგორ შეიძლება შემოქმედებით წყაროთ იქცეს. საუკუნეების წინ აღმოჩენილ ექსპონატებთან ერთად დამთვალიერებელი სპეციალურად ამ ექსპოზიციისათვის შექმნილ კოსტიუმებსაც იხილავს. 15 ერთმანეთისაგან განსხვავებული კლასიკური სტილის კაბა მხატვარმა ნინო ყურაშვილმა უძველესი ქართული სამკაულებისათვის შექმნა. ეს არის უფრო კლასიკური სტილი. ვინაიდან რადგანაც ძალიან დიდრული არის თითეული დეტალი ამ სამკაულში. ჩემთვის თითეული სამკაული არის ძვირფასესი. ძალიან ძვირფასია და თითოეულს აქვს ძალიან საინტერესო დატვირთვა. ქართული საგანძური ფოტოხელოვანების ობიექტივშიც მოხვდა. უძველესი ექსპონატების სამგანზომილებიან ფოტონიმუშებად თამარ ასლანაძემ მიხეილ ტრახთან ერთად აქცია. სამგანზომილებიანი ახალი გამოსახულებების მქონე თითქოს მოძრავი ფოტონამუშევრები ექსპოზიციის შემადგენელი ნაწილია. საგანძურში არის ისეთი რაღაცეები, რომელიც სანახავად ახლა ოქროშიც და სხვა ამიმეებში არის ისეთი დეტალები, რასაც თვალი ვერ აღიქვავს და აქედან გამომდინარე ამითი უფრო ვარდება თვითონ ეს ფოტო. აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალები, ფოტონამუშევრები, ქანდაკება და კოსტიუმი დროში მოგზაურობის ერთგვარი ფორმაა. შემეცნებითი ექსპოზიცია სამკაულის ისტორიასთან ერთად თანამედროვე ხელოვნების ტენდენციებსაც მოგვითხრობს. ორი ერთმანეთისაგან განსხვავებული საგამოფენო სივრცე დამთვალიერებელს ხვალიდან მიიღებს.